აი აქედან ის ხომა თქვენ ფიქრობთ არა ეს გასაგებია ეს თქვენი სახლის პრობლემა მაგრამ თქვენ ამბობთ რომ სკვერის გაჭრა მოუწევთ ბოლოში ეს პატარა ნაცვლად. კი ბატონო, მივიდეთ იქ აბიუზზე და ნახოთ. იქიდან ნაცვლად აქედან მოკლედ. როგორ ჩანს? ასაგებია, მოკლედ, ეს პროექტი ჯერჯერობით როგორ ჩანს ამ სახით არ არის დამტკიცებული. არა, დამტკიცებული არ არის, მაგრამ დღეს როგორ ჩანს მიიღებენ გადაწყვეტილებას ერთ რამეს გეტყვი თქვენი აქტიური ჩართულობის შემთხვევაში ჩვენი დახმარებით აბსოლუტური დარწმუნებით გეუბნებით რომ გამორიცხული იქნება აქ სასაფრთხოებიანი კორპუსის შენობა. ვითომ რომ ძალიან გონივრული ასე ვთქვათ წუხილი გაქვთ თქვენ არ ხართ პრინციპულად წინააღმდეგი რომ ორი ან სამსართულიანი შენობა აშენდეს უბრალოდ არ აშენდეს სასაფრთხოებიანი კორპუსი. ამ უბანში ხა კონიაკის დასახლებაში ვიყოფებით ახლა ჩვენი ასე ვთქვათ პირდაპირ ტრანსლირებარი ასევე Facebook live-ის მეშვეობით და მინდა მაყურებელს იცოდეს ამ უბანში პრაქტიკულად სასართულიანი კორპუსი არ დგას. ორსართულიანი, სამსართულიანი შენობებია. დიახ, თუ აი ამ მიკროუბანში არ არის როგორც ასეთი, ეგ საასარ გაიქედათ ორსართულიანი კერძო სახლები დგას. ისე არის ხუთსართულიანები, დიახ. გარდა ამისა, აქ კორპუსის მშენებლობა იწვევს ამ სკვერის ნაწილობის განადგურებას. ანუ აი და სადაც ჩვენ ვდგევარ და სადაც ვარ, პრაქტიკულად გამჭოლი გზა უნდა გავიდეს, და სასართულიან სჭირდება, ასე ვთქვათ, ავტოსადგომი და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. პრაქტიკაში გვაქვს გამოცდილება, იქ სადაც ხალხის აქტიურობა არის ძალიან მაღალი და ვხედავ რომ ამ შუა დღისით ამ სიცხეში როდესაც ნახევარი უბანი ხარ გამოსული, დარწმუნებით შემიძლია რითად უკვე დაიხევა და გასულიყო პრაქტიკულ მაგალითში. პეკინის 23 ნომერი იყო ადრე ტელევიზიაზე ჩუქდებოდა, სადაც მაგალითად ძალიან ერთადერთი ცნობილი საბავშვო ბაღის ნაცვლად პეკინის 23-ში აპირებდნენ აეშენებიათ კორპუსი. აქ აპირებდნენ პროექტი დამტკიცა და ტექნიკად შეიყვანეს და შემოღობის და დაცვას დააყენეს, მაგრამ ახთან ერთად ჩვენს ვიყავით და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც იყო, სიმართლისათვის უნდა აღინიშნოს, ერთ კვირაში იცვლებული გახდა დედაქალაქის მერია, რომ უკან დაეხია. აქ ჩვენ არ ვთხოვთ მერიას, რომ ადგილი მოუნდათ. აქ ვთხოვთ, რომ უბრალოდ ეს პროექტი, რომელიც გულისხმობს სასართულიან ასე ვთქვათ, კორპუსს, შეამციროს სართულიანობის დასაწყისს. ანუ სამსართულიანი არის თქვენი იმხელა კორპუსი და ეს პარკი რო იმ კორპუსის ფაქტურად ანალოგიური მოხდება ეგრე. აი უგრო დააკვირდი როგორ არის. კი, რა თქმა უნდა, აქაც ხასაბი განადგურდება რომ საკუთრებაში იღებს ეს მისი ეზო. მიგდით რა. როგორ არ მივხვდი ამაშია სასართულიანი კორპუსი ნიშნავს რომ ეს სკვერი პრაქტიკულად სკვერი აღარ იქნება. აღარ იქნება. და იქნება კერძო, რა იმ კორპუსის საკუთრებაში ეზო იქნება. ფე როდის გაიგეთ ამის შესახებ? როცა ბანერი გამოაკრეს ერთი ფე. ბატონო? პირველ მაისს. და ინვესტორი ვინ არის? შალვა არსენი აწერი. ახალი დეტალები იცის ყველაფერი. შესაბამისად
ანუ პირველი ასე ვთქვათ სტადია შეითანხმა, სტადია ზოგადად შეთანხმება მიღწეულია, მეორე მესამე არის ტექნიკური შეთანხმების ასე ვთქვათ საკითხი. თქვენი ვარაუდია, რომ ამ ის მდგომარეობით მერია თავის პოზიციას არ შეიცვლის? რაღაცა არიქებას ასენავდა. ხოდა ერთადერთი რამშველის, ერთადერთი უებარი რეცეპტი არის ამ უკანონობის წინააღმდეგ, რაც უკვე ვახსენე. თქვენი ძალიან აქტიური ჩართულობა ამ ყველაფერში და ამ პროცესში. იქ სადაც მართლა არსებობს აი ამ სახის უკმაყოფილება, შეუძლებელი არის მოვიდეს ნებისმიერი ასე ვთქვათ ინვესტორი და ეხა თავის ტექნიკა შეაგრიალოს ისე რომ თქვენინება უგლობელობას. მით უფრო პედაგოგიურად ჩვენ აქ ავართ და ნებისმიერ დროს და არ მოგერიდოთ ჩვენ ძალიან ფიზიკად იქნები ჩვენი მეგობრები აქ არიან, ამობრელებიც არიან და როგორც კი რაღაცა ასე ვთქვათ სიახლე იქნება ამ შეერობასთან მიმართებაში ერთ საათში არ გავწევთ ერთად და ზალიკოსაც უნდა და მოსვლა უდუმაშვილს, მაგრამ სამწუხაროდ ეხა სხვაგანა ჩუღურეთშია და დაგეგმილი შეხვედრა იყო და უბრალოდ ვერ მოახერხა. ერთი სიტყვით ჩვენ ავიგებთ ამას პატრონაჟის ქვეშ. ამის გამოცდილება გვაქვს, თქვენთან ერთად ვიბრძოლოთ თან მართლაც მართლები ვართ და ამის ვეუბნებით რომ და მერიასთან ერთად. ააშენე კი ბატონო სამსართულიანი სახლი, მაგრამ სასათურიას ნუჩასვა ამ სკვერის განადგურების ხარჯზე. ბატონო, ყველაზე გულწრფელი რა არის? მერის და მერის წინააღმდეგ ბრძოლა. აი ეს არის საშინელება გამიგე. სამწუხაროდ. პირიქით უნდა იყოს, მე უნდა იცავდეს ხალხს. სამწუხაროდ ჩვენ ვართ ეხა ძალიან თემატურ პრობლემაზე აქ შეკრებილები, ხო, მაგრამ ნუ ხედავთ, აქ შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანებიც იყოს შეკრებილები, ნუ ხედავთ, მაგრამ კონსენსუსია სრული რომ თბილისში არ მოხდა ის მოლოდინიც ჰქონდა ყველას. ამაზე ყოველთან ხდება. ამიტომ ეს ოქტომბრის თვე არჩევნები, ადგილობის არჩევნები უნდა იყოს მართლაც ხშირად მოგისმენთ რეფერენდუმი და არა უბრალოდ ადგილობრივი რიგითი არჩევნები. ყველანი უნდა გავიდეთ. ყველანი უნდა გავიდეთ არჩევნებზე და თბილისელებს ერთგულად სამუდამოდ გქონდეს საშუალება რომ როგორც მინიმუმ განცდა დაეუფლოს, რომ მერიაში და გამგეობებში მუშაობენ მათზე მზრუნველი ხალხი და არა უბრალოდ ვიღაცა ადამიანი, ვინც დაეპატრონა რაღაცა პერიოდით თბილისს. ისინი უნდა იყვნენ ჩვენზე თავი და ბოლომდე ასე თქვა ჩვენი წუხილებით შეწუხებული ადამიანები. დღეს ესე არ არის რა. ეხლა ამას ვაკეთებს, ხო ამას ვამტკიცებს. მერიას აქვს განცდა, რომ აქ ეხლა რაღაცა 1-2 დღიანი უკმაყოფილება აზრიცხდება და მე დაიგლებით. ესე იყო პეკინის 23 ნომერში, მაგრამ გაუწყვილდათ იმედები მერიას, ვინაიდან გაგრძელდა იქ 10 დღიანი ასე თქვა საპროტესტო აქციები იყო და თან თვალწები შემოდგომა იყო და საკმაოდ ცივი ამინდები იყო და დაიწყეს 24 საათიანი მორიგეობა მოსახლეობა. უკან დაიხია და მე დარწმუნებული შემილია გითხრათ რომ აქ სასათულიან კორპუსს ესენი ვერ ააშენებენ. და ამას ყოველ დრო დავაჩვენებს, ეხლა ჯერ დაამტკიცონ იმ სახით, რა სახითაც აპირებენ, თუ დააპირებენ, თუ არა და რანაჩენს ვიხედავთ თქვენთან ერთად. ვერანაირი არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნებას ვერ წალეკავს, რომელიც აქ არის და აი ახლა Facebook შეიძლება აი გაჩვენეთ კორპუსის შენობების, ეხლა ჩვენ ვიყოფებით სკვერში. სკვერში მოგწადით აქეთ შეიძლება. დიდი ხანია სკვერი არსებობს? დიდია. ნუ წლებია, ხო? დია. აქ სასართულიანი კორპუსის შენობების შემთხვევაში, ანუ ჩაკმის შემთხვევაში, ამ კორპუსთან მისასვლელი გზა იჭრება აქედან. ანუ სკვერიდან. ეგრე გამოდის. ხო, სხვა ამერიკაცა ტექნიკურად სხვა გამოსავალი არ არსებობს. შემოღობ ესეცა?
აი ნახეთ, არაჩვეულებრივი სკვერია. მართლაც სკვერის პირობებისთვის ან კერძო მოსახლეობაა და ეხა 9-სართულიან სახლს როგორია აგიშენებენ, ეგ არის ყველაზე დიდი დისკომფორტი. ისტორიულად ცხოვრობს აქ, თაობები და იძებიან თაობები და გამოკროლით ნებისმიერ რა თავზე დაგარგება მობძანდით სავსეა აქაუროს. კი ბატონო. ეს არის ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი. სილამაზია ბუნება და მრავალწლიანი არბალეთი. არა, რას ვაბარებ? აქ ეხა გეტყვით რა. 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობა ნიშნავს რა? რომ ამას როგორც ასევე პრაქტიკა ჩვენებს სოკოებით მოყვება მე შემდეგი 9-სართულიანი. ეგ გარდაუვალე. ანუ აპრეცედენტის დაშვება შეუძლებელია. ჯაჭვ რეაქციას გამოიწვევს, კი ბატონო. როდესაც ანუ აქ ხო და ეს არის ანუ აი ადგილობრივი მოსახლე ამბობს რომ 2016 წელს 3-სართულიანი სახლის შენებლობაზე უარი უთხრეს, ანუ ნებართვის გაცემაზე უარი უთხრეს 3-სართულიანზე 2016 წელს და ეხლა ხედავთ რომ 2017 წელს ამტკიცებენ პროექტს არა თუ 3-სართულიანზე, არამედ 9-სართულიან კორპუსის შენებლობაზე. რაც 11-ია, არა 9-სართულიანია. არა, 9-სართულიანია. ადვოკატმა თქვა 11-ია თავიდან. არა, ამ პროექტი 9-სართულია. სადგომია 1 სართული და 2 სართულიანი მაღაზია. საერთო სიმაღლეა 36 მეტრი. მოკლედ ვთანხმდებით, ვარკვევთ ორშაბათი დღიდან მერიასთან აქტიური ასე ვთქვათ კომუნიკაციის შედეგად რას აპირებენ. იმ შემთხვევაში თუ არ აპირებენ გადაუხდიონ თავიანთ განზრახვას, ვიწყებთ იმას, რაც არის აპრობირებული. ანუ დაგჭირდება აქციების გამართვა აქ სპერში და წინააღმდეგობის გაწევა. მზად ვართ, მზად ხართ და ნახოთ ვინ ააშენებს. პროტესტი არის უკიდურეს ფორმატების გადასული, რაც გამოიწვია იმაში, ეს არ არის ახლა. და რაღა მაინდა აქტივობა ვეღარ გამართული პირდაპირ აშკარად ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს ყველა ინსტანციაში აბსოლუტურად მერიაში, საკრებულოში, როგორც რაიონებში, ასევე ქალაქის ყველა ადვოკატის კი გვაქვს ჩვენი უფლებების დასაცავად აპანები წარმოედგინეთ როგორ არ უნდა ამ მოსახლეობას ამის გაკეთება გამიგეთ. თუმცა აი თითქოს ყრუ კედელია ჩვენს წინ გამიგეთ. არავის არ უნდა არის მოსმენა გამიგეთ. ეს არის საშინელება რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგებისთვის მერია გამიგეთ. ეს არაფრით არ შეიძლება. ეს არ შეიძლება ეს გაქცევას. აი ეს არის თქვენც გითხრათ ორი სიტყვით. ძალიან კარგია. ბატონო? არა, მე დაგიტოვეთ ეგენი. აი ადვოკატსაც მინდა რომ დავალაფ. აი ადვოკატი აყვანილი მოსახლეობის გამოდიახდოს მერიპოვეს სამართალი და დეტალებში შეუძლია რომ ვითხრას რა ეტაპზე ამ თვითმშენებლობა შეითანხმა თუ არა მერიამ რამე ამ ეტაპზე და პირველი სტადია უკვე შეთანხმებულია ხმის მერიას, რაც ამ სტადიაში პროცედურის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. დანარჩენი უკვე ტექნიკური საფრთხეებია, რაც ავტომატურად ხდება ამ პროცესში. გარშემო 2-სართულიანზე მაღალი სახლი საერთოდ არ არის შენებული. ეს მდგომარეობით 9-10 სართულის სახლის შენებობა იგეგმება. დაახლოებით 1-2-სართულიანი სახლების არქიტექტურულ ზონაში, რაც სრულიად დაუბრუნდა შეფუთაა და ეს არის კლასიკური სამართლებრივი შესაძლებლობა ჩვენ ვაბრალ ესწრება